მე ნათია ვარ ჯანმრთელი ჯანსაღი აღდგენილი სული შეწყალებული მოტივებული ამნისტირებული ზლოები ნეგატივები აბნურეთ სადგურჩეც დისტრუქციული პარტალები პროგრამები აბნურეთ სადგურჩეცა ვარ безопасностьобებში და запрещаю на меня негативობას დისტრუქციობას კრადნიკობას ექსპერიმენტატორობას, ვამპირობას, ყველა სახის სულშნოსწები, ზლიები, ლიხიები, პლახიები, ჩუჟიები, აბნურაეცა, ატკურჩაეცა, ავიძალები, აბნურაეცა, ატკურჩაეცა, კრივი ზერკალები, აბნურაეცა, სნიმაეცა, ჯადონბაზები, აბნურაეცა, სნიმაეცა, ატკურჩაეცა. ეხლა რა მინდოდა შურიანები და ბლატნოისტები და რა ქვია პარაზიტები აბნურაეცა ატკურჩაიუცა ჩემ ბიოვერი ბიოპოლიდან შორს მე არავის არ ვეჯიბრები მე ვუხსნი ჩემ თავს და ეს კანალს მე ჩემი თავისთვის ვიყენებ სასარგებლოდ და ყველასათვის სასარგებლოდ ვისაც არ აინტერესებს ვისაც არ აინტერესებს კიდე აიდარდები მე აქ ვუხსნი ჩემ თავს და ვლაპარაკობ სულიერ გაკვეთილებზე ჩემ თავსთან. ეხლა რა არის სულიერი იერარქიები და სულიერი ევოლუციები? სულიერი იერარქიები ასე ვთქვათ, რატომ გაჩნდა სული დედამიწაზე ჩამოვიდა ამ ბიოსისტემაში, იმიტომ რომ გაიაროს თავისი ასე ვთქვათ გაკვეთილები, ოპიტები, აიმაღლოს ენერგიები, ცოდნა, განვითარდეს, ისწავლოს კაი მუსიკა, კაი წიგნები წაიკითხოს, კაი რა ქვია, ივარჯიშოს, ან იცეკოს, ან ცეკვაში განვითარდეს, ან ჭრაკერვაში განვითარდეს, ანუ მატერიალურადაც, მატერიალური განათლების მხრივადაც განვითარდეს, სული ან ისწავლოს იმ ყვავილის დარგვა, ან იმ ბროწეულის ხის დარგვა, ან იმ წვანილის დარგვა, ხახვის დარგვა და ანუ დააგემოვნოს სხვადასხვა ხილეულობა, გასინჯოს და მიხვდეს რომ ეს ხილი კაია, ეს ხილი ცუდი ამ ხილს ასე იყენებენ, ამ საჭმელს ესე აკეთებენ, იყენებენ ასე შემდეგ და ეხლა სულიერი განვითარება ეს სახელმწიფოებრივი, სამსახურებრივი განვითარება არ არის და თანამდებობრივი განვითარება არ არის. არანაირი თანამდებობრივი განვითარება არ არის სულიერი განვითარება. სულიერი იერარქიული განვითარება, ანუ რო არსებობენ იერარქიები, ვიშიეს სვეტრიესილები, ხო, ესენი ეს თანამდებობრივად კი არ განვითარდნენ, იც მაგალითად პოლიციელი, ან იქ მერე მოსამართლე, ან იქ მერე პარლამენტარი, ან ექიმი, ექიმის თანაშემწე და მერე პროფესორი და მავიდა მაღლა, ან კიდე იყო მათემატიკის მასწავლებელი, გახდა მეცნიერი ან რაღაცა, ხო? ნუ ეს ცოტა ესეთი სულიერი განვითარებისათვის ეს მატერიალურ ცხოვრებაში რაღაცა საგანმანათლებლო განვითარება ძალიან საინტერესოა და ძალიან აუცილებელია და ნიჭიერი სული ყველგან ცდილობს რომ განვითარდეს და ყველგან ცდილობს რომ რაღაცა იერარქიაზე ავიდეს ერთი საფეხურით ისე რომ თავისი თავი არ დააზიანოს, ისე რომ სხვა არ დააზიანოს, ისე რომ ზიანი ზარალი არ მიაყენოს არც სხვას არც თავის თავს და არ დაიდოს ასე ვთქვათ კარმიჩისკიული უძლები სხვის თავზე კარმიჩის სხვას რომ დააზიანებ უკვე კარმიჩისკიული უძლები არის კარმებია ცოდვებია შენ თავს რომ დააზიანებ უკვე კარმიჩისკიული უძლებია კარმებია ანუ სულიერი განვითარება ეს არის სხვანაირი თანამდებობებია სულიერი განვითარება მაგალითად სული იყო რასაც ეძახიან ახლა რეგრესოლოგები ჩვენ ვართო მეორე დეშიო ან მესამე დეშიო რა არის ეს ტრიგერ დეში ვართო ან მესამე დეში რა არის ეს რომ ესე იგი ეს 3D არის მატერიალური სამყარო მატერიალური ფიზიკური მატერიალური სამყარო მეორე დეში არის რომ რაღაცა მენტალური მატერიალური ფიზიკური სამყარო და ცოტა ოდნავ სულიერი სამყარო არის ეს 3D მეორე დეში არის რომ საერთოდ არ აინტერესებთ გონებრივი განვითარება ან სულიერი განვითარება აინტერესებს მარტო დაუშვათ მატერიალური განვითარება
და ერთ D-ში არის ძალიან ბევრი იერარქიები არის, მინუს D-ებიც. მინუს D-ში არიან ისეთი ბოტები, ასე ვთქვათ, რომლებსაც ძალიან არ აინტერესებთ არანაირი განვითარება, არანაირი მოღვაწეობა, არანაირი ისა. ნუ ეხლა ყოველთვის აბრალებენ სხვებს, ყოველთვის ვალები გადააქვთ სხვებზე, იმის ბრალია, ამის ბრალია, ამის ბრალია, იმის ბრალია, ჩემი ბრალი არაფერი არ არის, ყოველთვის აგრესია გადააქვთ სხვებზე. ნუ და რა ვქვია, ძულთ ხალხი, ცდილობენ რომ ხალხს რამე დაუშავონ, ან სხვას რამე დაუშავონ, ან წაართვან, ან შეჭამ, აი ყველა დამნაშავეების უმეტესობის მეტი არის მინუს იერარქიებში, ანუ -1, -2, -3 იერარქიებში. ეს -1, -2, -3 იერარქიები არის უკვე დეგრადაცია, მინუს პოლუსები ხდება, დეგრადაცია ხდება, ტოქსიკურდება ადამიანის სული, იმდენი ბლოკები აქვს ამ სულს და სამანავი ძონიე ბლოკებით მით უმეტეს ძალიან იჩაგრება სული, ხდება სულის დეგრადაცია. ეხლა რა არის პლუს იერარქიები სულისათვის? არის მაღალსაფეხუროვანი იერარქიები. მაღალსაფეხუროვანი იერარქიები რა არის სულისათვის? სულისათვის მაღალსაფეხური იერარქიები არის პირველ რიგში, რასაც ეძახიან მაღალი ვიბრაციები, სიყვარული, ანუ ბეზუსლოვნი სიყვარული, ანუ გიყვარს, აი, არიცი რატომ, მაგრამ გიყვარს, რა ვქვი, მარტოშვილი, მეზობელი და დედა, მამა და ნათესავები კი არა, რა ვიცი, სიცოცხლე გიყვარს, ბუნება გიყვარს, შენი ძაღლიც გიყვარს, სხვისი ძაღლიც გიყვარს და ფიქრობ მხოლოდ მშვიდობაზე, სიხარულზე, ბედნიერებაზე, რომ მეც კარგად ვიყო, ნეტა სხვაც კარგად იყოს, ნეტა ყველა კარგად იყოს და ეს არის, ანუ ბეზოსლოვნი ლუბოვა, ანუ ყველაზე მაღალი საფეხური სულისათვის, როდესაც არ აშურს ადამიანს, არავისი, როდესაც არ ეშინია ადამიანს დაუშვათ არც იმ გაჭირვების, არც იმ ხაოსის, არც იმ გაუგებრობის, არც იმ ზემატყების და როდესაც ადამიანი, ასე ვთქვათ, რა ქვია, ცდილობს რომ განვითარდეს სულიერ იერარქიულად. მეორე იერარქიულას ეძახიან ასევე ვიბრაციას, სულიერ ვიბრაციას, ანუ იერარქიულ რაღაცას, მაღალ საფეხურს, პლუს მაღალ საფეხურს ეძახიან სიხარული. ანუ სიხარული ის კი არა, რომ დალევდა დებილივით, რომ იცინიანი, სულიერი სიხარული, შინაგანი სიხარული, რომ გიხარია სასიხარულო ენერგიებს რომ ფლობ, რომ გიხარია იმ წიგნის წაკითხვა, რომ გიხარია, რა ქვია, დაუშვათ მედიტაციობა, რომ გიხარია რაღაცა თუნდაც გამოლოცვა, თუნდაც ლოცვების წაკითხვა, თუნდაც მანიფესტების წაკითხვა, თუნდაც ვოლაიზივლენიები, რომ გიხარია ეს ბერიაზარატი ულტრაფიოლეტოვი პატოკებით, რომ წმინდავს სახს, კარს, ბიოვერს, ბიოპოლს, შენს ენერგიებს, ენერგოინფორმაციულ პატოკებს, რომ გიხარია რაღაცა, რომ უხარია სულიერად რაღაცა ადამიანს რა. მაგრამ ეხლა არის ძალიან ბევრი სულიერი იერარქიები არიან, ანუ გერცებით, ვიბრაციებით, გერცებით, ეხლა ყველა ანგელოს აქვს თავისი ენერგიები, აქვს თავისი გერცები, აქვს თავისი ვიბრაციები, ყველა სულს, ყველა, რა ქვია, ცივილები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ცივილიზაციები თავიანთი იერარქიებით, თავიანთი, ასე ვთქვათ, განათლებებით, ენერგიებით, ენერგოინფორმაციული რაღაცა სულიერი სისტემებით, სტრუქტურებით განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისაგან. საერთოდ ადამიანები კი არა, სულები, ეს ბიობოტები განსხვავდებით ერთმანეთისაგან, დნკ-ით, თმებით, კანისფერით, რაღაცა და ასევე სულები, რომლებიც ჩვენ ბიოსისტემებში გადიან, ასე ვთქვათ, სიცოცხლეს ვაპლაშენებს, ეს სულებიც განსხვავდებიან, ასე ვთქვათ, თავიანთი ბიოსისტემებით. ეხლა სულმა რომ უნდა რომ მიაღწიოს მაღალ ევოლუციას, მაღალ საფეხურს, მაღალ რაღაცას, ხო? რა ქვია, ჯერ უნდა
გაინთავისუფლოს თავი, ასე ვთქვათ, ცრუ იერარქიული მატრიცებისაგან. აი მატრიცებშიც არის იერარქიები რა არის, მე ამ თემებზე ვლაპარაკობ. ხო, ეხლა ანგელოზებმა უკვე გაინთავისუფლეს თავი მატრიცებისაგან, იციან ანგელოზებმა, რომ ეს მატრიცა, ანუ ეს თამაშები არის მატერიები, არის დროებითად და ანგელოზები, ასე ვთქვათ, თავიანთ სულიერ სამყაროში, პარალელურ მირებში, ასე ვთქვათ, რა ქვია, ვითარდებიან, ევოლუციონირდებიან და ცდილობენ კიდე, რომ ასე ვთქვათ, ვინც მიმართავს ამ ანგელოზებს თუ ამ ცივილიზაციას, დაუშვათ გრიედიენცებს თუ ასე ვთქვათ, სენ-ჟერმენს თუ ლებედას თუ რაღაცას, რომ ამათაც დაეხმარონ. და სხვათა შორის ბევრი ძალიან კარგი ის არის მასწავლებელია, ასწავლიან რეგრესოლოგებს ძალიან კაი რაღაცებს, ბევრი მაღალ ვიბრაციული ის ანგელოზი, ის რა ქვია, ცივილიზაცია ძალიან კარგად იმაშვრება, ასწავლიან რა ქვია, რეგრესოლოგებს, გიპნოლოგებს, რა ვიცი, როგორც კიდე დავარქვათ, ვინც გაიღვიძეს იმ ხალხს, ასწავლიან თავის დაცვას, ასწავლიან ვიბრაციების ამაღლებას, ასწავლიან მედიტაციებს, ასწავლიან ზვუკაკოდებს, ეს დისტრუქციული სიგნალები რო არის, ვოლნები, ელექტრომაგნიტური დისტრუქციული ვოლნები, ეხლა ჯიები, 5G-ები და რაღაცა ჯიები, სიხშირეები რომ დააყენეს, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის გონებისა და სიხშირისათვის. და საერთოდ ჩვენი ბიოსისტემისათვის ძალიან ცუდად მოქმედებს. ამისაგან თავი რომ დაიცვას, ეს ზუკაკოდებს ასწავლიან, სიმღერებს, რაღაცა ზუკაკოდი რა არის? ზუკაკოდი არის მაღალ ვიბრაციული ენერგია. ომ, რამ, იან, შამ, ვან, რამ, ям, ჰამ, აუმ, ეს ვარი ჩაკრების ზვუკაკოდი არის, კიდე ბევრნაირი ზვუკაკოდი და ამას ასწავლიან ეს რეგრესოლოგებს, ეს რა ქვია, მაღალ ვიბრაციული ანგელოზები და მაღალ ვიბრაციული არხანგელოზები, ეს დაბალ ვიბრაციული ბესები არაფერს არ ასწავლიან. დაბალ ვიბრაციული ბესები მარტო ფიქრობენ, რომ რა ქვია, რა გააფუჭონო, იმიტომ რომ იმათი ენერგეტიკა ასეთია, გრევაზია, რაზრუშენიაზია იმათი სულის სტრუქტურა, ესეა აწყობილი, რომ უნდა გააფუჭონ, შეჭამონ, დაიმონონ, დაიმორჩილონ, მოპარონ, რა დაბალი ვიბრაციები ეს არის. ეხლა არის ძალიან ბევრი, რა ქვია, მატერიალურ სამყაროში ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, აქაც იერარქიები არის, აი მაგალითად მატერიალურ სამყაროში რა არის ეგრეგერიანული იერარქიები. რა არის ეგრეგერი არის კოლექტიური საზნაურები. შედიხარ ოჯახში, ოჯახს თავისი ეგრეგერი ყავს, სასწავლებელს თავისი ეგრეგერი ყავს, რა ქვია, სახელმწიფოს თავისი ეგრეგერი ყავს, ეკლესიას და ყველა ეკლესიას კიდე თავისი ეგრეგერი ყავს, საზოგადოებას ბაზარში თავისი ეგრეგერია, ბიზნეს სამსახურებში, სახელმწიფო კერძო სამსახურებში თავისი ეგრეგერების, ექიმებს თავიანთი ეგრეგერი, ბანკებში თავიანთი, ანუ არის ეგრეგერების იერარქიები. არის მაგალითად რა ქვია, ბესების იერარქიები, ანუ რა ქვია, რაც უფრო ცუდი ბესია, რაც უფრო ბევრი შეჭამა, რაც უფრო ბევრი ცემა, რაც უფრო ბევრი, ასე ვთქვათ, ის უფრო ცუდი ბესია. არის ასე ვთქვათ, ცივილების დაბალ ვიბრაციული იერარქიებიც, რომ ცივილები, ასე ვთქვათ, რაც უფრო ბევრს გადაიყვანენ გზიდან, რაც უფრო ბევრს აწტუნებენ, რაც უფრო ბევრს ენერგიებს მოპარავენ და ვამპირიზმობენ ადამიანისა და სულის ენერგიებზე, მით უფრო კაი დიდი ის ხდება რეპტილია, ანუ არხონტი, ან სერი, ან გრეი, ან
და ასტრალებში ანუ პარალელურ მირებში ანუ სულიერ მენტალ წელებსა და ასტრალ წელებს ძალიან ხშირად რა ქვია ბლოკავენ ესეთი რა ქვია არასასურველი ტავარიშები არასასურველი ცივილები არასასურველი რეპტილიები და ეს უნდა ვისწავლოთ ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ ბიოსისტემებმა რაღაცა ანუ ლოცვები ან ზუკაკოდები ან მედიტაციები ან რაღაცა უნდა ეს მაგია და ჯადოები და ტაროს კარტები არ არის რაღაცა უნდა ვისწავლოთ რაღაცა ზაშიტები აი ეს პატოკებით ენერგიების ვიბრაციების ამაღლება რადოჟინი პატოკებით ვიბრაციების ამაღლება გაწმენდა ჟივას პატოკებით ჟიზნინის სიერები ჩვენი კრისტალები რო არ მოვაპარინო ჩვენი კრისტალები რო არ გავაქურდიეთ ჩვენი ცოდნა რო არ მოვაპარინო და შევანარჩუნებინო ჩვენ სულს ჩვენი ენერგიები რომ კიდე მაღალ საფეხურზე ავიდეთ რომ ვემსახუროთ სიკალეთეს სიხარულს მარჯვენა ხელს და კიდე მაღალ საფეხურზე რო ავიდეთ ამიტომ რომ იყოს მშვიდობა თუ იქნება და ჩვენი იზობირიები თუ გაიხსნება და ჩვენი ბარაკა თუ გაიხსნება და ჩვენი ნიშნიე პარტალები თუ დაიკეტება და დეტა დაიკეტოს ეს ნეგატიური დისტრუქციები რომ მოშორდება ადამიანს რო აღარ იქნება ავადობა აი მაღალ ვიბრაციებზე მაგალითად ანგელოზებს აქვთ გაკეთებული მაღალ ვიბრაციებზე პლუს მაღალ ვიბრაციებზე ანგელოზებს აქვს გაკეთებული ენერგო ისენი რა ქვია სამკურნალო ენერგო სამკურნალო ისენი რას ეძახიან იმას რაფაელის არხანგელ მიხაილის რა ქვია არხანგელ რაფაელის არხანგელ ცერონის ნუ რაფაელის არხანგელ რაფაელის სამკურნალო ნუ როგორც სამამტყოფოები კი არა კაფსულები კი არა ისცელაივში სამკურნალო რაღაცა აქვთ გაკეთებული ეს თავიანთ ბიოპოლებში ამ ანგელებს ეხლა სულმა როგორ აიმაღლოს თავი რომ დაუშვათ სულს უნდა რომ ეხლა მაგალითად ექიმია სული რა მაგალითად იცის წამლები ყველაფერი გამოიგონა კაი ჩაის ელექსირები კაი რაღაცები ან ზაკონა კანონმდებლობას პოლიციელია კარგად იცის კანონები კაი ადვოკატია რაღაცა და უნდა რომ ეხლა სულიერ ცხოვრებაში ძალიან გალაქსიის კი სასამართლოები არის გალაქსიის კი პოლიციელები არიან სულები ძლიერი სულები მაღალ ვიბრაციული სულები რომლებიც ასე ვთქვათ ემორჩილებიან რა ქვია ემორჩილებიან კი არა ეხმარებიან კაი სულებს რომ განთავისუფლებაში ხელშეუხებლობაში მე არ მინდა ეხლა რომ მაგალითად ბესები თავს დამესხას ხო არ მინდა რა თმინდა ბესები და ჩორტიკები თავს დამესხან ეხლა მე ზღაპრები არ ამგონია და მე კაკადუშკობები არ ამგონია და მე ესა ტომი და ჯერის თამაშობები არ ამგონია მე ეს ვთვლი რომ ეს პარალელურ მირებში არ მინდა ჩემი სული რომ ვიღაცამ რა ქვია თავს დაესხას ჩემს სულს არ მინდა რატო უნდა დაესხას თავს ვიღაცა ბესი და რატო უნდა დამჭაგროს, რატო უნდა დაჩაგროს ჩემი სული და რატო უნდა დამადოს ზედ რაფს კი რაღაცა დისტრუქციული კონსტრუქციები და დისტრუქციული რაღაცა აბარუდავანიები და უსტანოვკები ჟიგაიცა ყველაფერი დისტრუქციები ჟიგაიცა აბნოეცა ატრეტაეცავს ეზრიელი ხიპლახები ატმინე პადალში და ამას უკვე რა ქვია უყურებენ და ხელმძღვანელობენ ეს ვიშე იერარქიულად ძლიერი ანგელოზები იერარქიულად ძლიერი ცივილიზაციები იერარქიულად ძლიერი ასე ვთქვათ გალაქტიკი ფედერაცია არის თუ გალაქტიკი პოლიცია არის თუ გალაქტიკი პროკურატურა თუ გალაქტიკი ისცელაივში
სამკურნალო დაწესებულებებია გაკეთებული, ამას ყველაფერს რა ქვია კურატორობენ, ხელმძღვანელობენ ეს ვიშიე სვეტრიეს სირები, იგივე არგელები, არხანგელები, იგივე მეტატრონი, იგივე მიხაილი, ცეროლი, ქეროფიმები და სეროფიმები. ანუ ბაჟესტვინი სუშესტვოები, რომლებიც ცდილობენ აიმაღლონ ვიბრაციები, რომლებიც ცდილობენ გაწმინდონ სამყარო, ჩემი ცოდვების, ჩემი კარმების, სხვისი კარმების, სხვისი ლოთობის, სხვისი ნარკომანობის, სხვისი აგრესიების, ჩემი აგრესიების და ყველა აგრესიებისაგან და ყველა რაზრუშენიებისაგან, ომობისაგან, შარებისაგან, საკუთრების პრივასკებისაგან და საკუთრების პრივიჩკებისაგან და ასე შემდეგ, ბლატაობის პრივიჩკებისაგან. ანუ სულები არ ბლატაობენ, მაღალვიბრაციული სულები არ ბლატაობენ, ისინი პროსტა რა ქვია, არავის არ ებლატავებია, რომ მე ვარ ძლიერი და მე მორჩილე, იმათ პირიქით უხარია, თუ ირა კაია, მეც განთავისუფლდი, ისულიც განთავისუფლდა, ისულიც განთავისუფლდა, ისულიც განთავისუფლდა და უფრო მაღლა მიდის ეს ვიბრაციები. უფრო და უფრო ძლიერდებიან, უფრო და უფრო მაღლა მიდიან ეს ვიბრაციები და ეს ბლატნოი ნიშნი მირებს, ნიშნი მინუს პოლუსა იერარქიებს რა უხარიათ, რომ ისეც დავჩაგრე, ისეც დავჩაგრე, ისეც დავჩაგრე, ისეც დავჩაგრე და დაჩაგრულები არიან და ასე და ძველმოდურად არიან დაჩაგრულები და ასე მიდიან ძიდებიან და დაბლდებიან და ბოროტდებიან და ის რატოა ბედნიერი, მე უნდა ვიყო ბედნიერი და ეგეთი რაღაცები, ანუ ასე შემდეგ და მიდის მერე მაგაზე დაკადაკა. ხო და ასე ვთქვათ, დაბალ ვიბრაციულ სუშესტოებს თავიანთი ენერგიები არ აქვთ. ისინი ყოველთვის არიან ვამპირები. ავადმყოფებს თავიანთი ენერგიები არ აქვთ. სანამ ის ავადმყოფი აი ბესი არის ავადმყოფი, ანუ ფსიქოპატი, სულიერად ავადმყოფი, ან მანიაკი, ან ვამპირი, ან გიჟი, დაჩაგვრაზე რო დადის ადამიანი და წართმევაზე რო დადის, არ აქვს მნიშვნელობა ის ვის დაჩაგრავს, არც ლოთი არ უნდა დაჩაგრო, არც ნარკომანი, არც ბოზი, არც ის, აი ყველას აქვს თავისი ამბავი, ყველას აქვს თავისი შენ არავისი ღმერთი არ არის, რომ ვიღაცა დაჩაგროს, ღმერთიც არ აჩაგრავს ხალხს, პირიქით ღმერთი ეხმარება ხალხს, რომ გამოვიდეს გაჭირვებიდან, გამოვიდეს სიგიჟეებიდან, ავადობებიდან, გამოვიდეს ბლოკებიდან. ის ავადობა არის ბლოკი. ის ფსიქომანიაკობა არის ბლოკი, ის ბლატაობა, მე ვარ უფროსი, შენ ვინახარ, აქ ჩემია ყველაფერი, ესე უნდა იყოს. ის ტყუილები არის ბლოკი, პრივიჩკები, რაღაცა მაიქურდაობა, ბაცაცობა, ეს ყველაფერი არის ბლოკი, სანამ ის თავის ბლოკებს არ მიხვდება, არ მოიხსნის, დისტრუქციულ პროგრამებს არ მოიხსნის, არ მოინანიებს, თუ რაც გინდა ის დაარქვით, ის რა ქვია, მაღალ ვიბრაციებზე ვერავა. ის მაინც დარჩება აი იმ დისტრუქციულ პროგრამებში და რაც არ უნდა ინანიოს კი არა და 9 ჯვარი ჩამოიკიდოს კისერზე და ჯვარი კიდე ვერაფერში არაფერში არაშველის და არც აშველო და ჯვარი არის სხვისი კარმების ტარება და აბნულაიცა ჯვრები. ხო, ეს რა ქვია, ადამიანი რომ განვითარდეს, ანუ არ უნდა იყოს ეს, რა ქვია, უნდა მოიხსნას, გადააპროგრამოს, გადაატრანსფორმიროს თავისი ბლოკები უნდა მოიხსნას. ეს ბოროტი რო იყო და ყველას ბოროტობა რო უნდა და რაღაცა ეს უნდა გაანულოს, გააბათილოს და ზარალები უნდა ანაზღაუროს და ზიანები უნდა ანაზღაუროს. აი ეს არის რა ქვია, ზარალებისა და ზიანები უნდა ანაზღაუროს, უნდა წავიდეს ასე ვთქვათ ვრემენი ლინიაში, რაღაცა ვრემენი ლინიებში, ეს ადრე იყო თუ
ერთი თვის წინ იყო თუ 1 წლის წინ იყო თუ 5 წლის წინ იყო თუ 10 წლის წინ იყო თუ 500 წლის წინ იყო და უნდა ასე თქვათ ეს времени ლინიაში მომენტში რაც მოხდა როგორც მოხდა ეს უნდა ასე თქვათ აღიაროს უნდა მოიხადოს ბოდიში და აღარ უნდა გადაატარო ეს ესე არ იყო ეს ესე იყო მე ეს ასე ვუნაზღაურებ ამ ადამიანს ჩემს მიერ მიყენებულ ზიანს ზარალს სულიერად მაინც მენტალურად მაინც თუ ეხლა ფიზიკურად ვეღარ დაეხმარე იმ ადამიანს მენტალურად ფიზიკურად ფსიქიკურად მაინც კაი უნდა თქვა იმ ადამიანზე რომ მომიტევე მაპატიე და გისურვებ წარმატებას და გისურვებ რაღაცა უნდა დალოცო ის ადამიანი კაი სინათლეში გადასვლა და სინათლეში წასვლა და სინათლისკენ გზებს ვუსურვებ იმ ადამიანს არა თუ ის მოვინანიე და всё მე მართალი ვარ და всё წოდები ჩავაბარე ახსარებები და всё უკვე მაგარი ვარ ეგრე არ ხდება წოდების მონანიება და გამოსწორება სულიერ ცხოვრებაში ეს წოდების მონანიება და სწორება და კარმების მოხსნა ცოტა ძალიან ძნელად ხდება. ხო, ეხლა სული რომ გადავიდეს იერარქიულად მაღალ საფეხურებზე რომ რაც უფრო ასე ვთქვათ უბოროტოა სული რაც უფრო ალალია სული მაგრამ ეს უბოროტობა და ალალობა არ ანიშნავს იმას რომ სული იყოს დებილი და ყველას ენდოს არავის არ უნდა ენდოს სული პირიქით ვინც ვინც მელაპარაკება ბიოსისტემა ბიობოტია რა არის სულიას უშესტოა თუ იმაში რას უშესტოები არიან თუ რა ინტერფერენტები არიან თუ რა როდია თუ რაც არის ნიმაიუტ все маска галограммებს და წარსდგებიან პირველობნიჩნომ ობრაზომ წარსდგებიან ესე იგი რაც არიან იმ რა ვიბრაციის მატარებელი არის რა ენერგიის მატარებელია რა გერცის მატარებელია რა იერარქიაზეა აი ამ პირველობიჩნომ ობრაზომ წარსდგება რა სახის მატარებელია რა დნკ-ის მატარებელია რეპტია სერია გრეია არხონტია ეს დნკ-ები აქ ამას ყველას ეს სულიერი დნკ-ს ეძახიან ამას და ჩვენ სულებს გვაქვს ბაჟესტვინი დნკ-ები და ამ ბაჟესტვინი დნკ-ების ის უნდათ რა ქვია დაბლოკვა უნდათ კი არა და ბაჟესტვენი დნკ რას ქვია ეხლა ბაჟესტვენი დნკ არის რომ ადამიანი განთავისუფლდება ავადობისაგან, ტკივილებისაგან, რომ შეუძლია თავისი ჟიზნენის ცირებით, ჟიზნენი პათოგებით, ჟიზნენი რა ქვია იმეებით, რა ქვია ენერგიებით, კრისტალებით, ენერგიების ფლობით განიკურნოს თავისი თავი და მოიშოროს ეს ავადობების ბლოკები. ავადობები და ვირუსები იგივე ის არის პროგრამებია, ესენი არის პროგრამები. ადამიანს დღეში 3-ჯერ 4-ჯერ უნდა თქვას, ყველა სახის ავადობები, ვირუსები აბნოეთ, 10 კვირა ჩაეცა, ტრანსფორმირდება ყველაფერი სვეტლობას, დეზინფიციროვდები, სალატი ულტრავია მაღალი ვიბრაციული, სიხარის სიყვარულის ჯანმრთელობის ბედნიერების სასიკეთო პატოკიზობილები, ჯიზნანი სილები, ჩემთვის ბლაგა, ჩემი სულისათვის ბლაგა, ჩემი ენერგიების ენერგოინფორმაციული და ენერგოინფორმაციული კანალები უნდა გაწმინდოს ადამიანმა. რა არის ენერგიული და ენერგოინფორმაციული კანალები? მაგალითად, პირველი ჩაკრა, სექსუალური ჩაკრა, სექსუალური ენერგიები უნდა გაწმინდოს, მეორე ჩაკრა მატერიალური თუ რა ქვია იმაზე აგებს პასუხს ეს ჩაკრა და მისი ენერგიები უნდა გაწმინდოს მესამე ჩაკრა რა ქვია კუჭის ჩაკრა და გემოვნებისა და ესეც მატერიალური ჩაკრა და ეს მეოთხე ჩაკრა მეხუთე ჩაკრა გულის ჩაკრა მეშვიდე ჩაკრა, ტვინის ჩაკრა, მენტალური ჩაკრა, აზროვნების, ფსიქიკის ჩაკრა ენერგოინფორმაციული კანალებია და ეს ყველაფერი უნდა ენერგოინფორმაციული კანალების გაწმენდა უნდა მოხდეს რითი და ეს ჯამთელი, ჯანსაღი, ბერი, ზარათი, ულტრავიოლეტური, მაღალ ვიბრაციული უნდა სთხოვო შენ სულს რო სულო, ჟივა, წმიდა წყლის პათოგებით. რო ყველა სახის ბლოკები, საბაბლოკები იქ პატკულუჩკები ატკულუ ჩაეცა. და რომ ჩემი ენერგიები და ენერგოინფორმაციული კანალები ანუ ვაცხადაში, ვიცხადაში პატოკები, შემოსული, გასული პატოკები, ანუ შემოდის კაი ენერგიები
ტრანსფორმირდება ჩემში, რჩება სიკეთე სიხარული, გადის კაი ენერგიები, ან გადის ცუდი ენერგიები მომშორდეს, მაგრამ ეს ცუდი ენერგიები მომშორდეს ყველგან კი არ უნდა იყუროს ადამიანმა. გაიხსნება პარტალები. უნდა დაუშვათ ან დაბანის დროს მომშორდეს ცუდი ენერგიები, ან დაუშვათ ბუნებაში ვსეირნობსადმე იქ მომშორდეს ცუდი ენერგიები, ისე რომ პარტალები არ გაიხსნას და უარესი რაღაცა ენერგოინფორმაციურ კანალებს უნდა ასე ვთქვათ უნდა ასე ვთქვათ განკურნებაც უნდა მიხედვაც და დაცვაც უნდა, როგორც სულს უნდა დაცვა, თავის ტვინს უნდა დაცვა, ნერვებს უნდა დაცვა, DNK-ს უნდა დაცვა, რომ ზაპრეშავი ჩემს DNK-ზე, ჩემ ენერგიებს, ენერგოინფორმაციულ კანალებზე ზაპრეშავებს, ზროლი ხაპლო ყავრიაც, რატო? იმიტომ რომ უკეთესად გაიღვიძოს ადამიანმა, რომ უკეთესად გამოჯამთეს, გამოჯანსაღდეს, რომ უკეთესად განვითარდეს გონებრივად, უკეთესად განავითაროს, რა ქვია, მენტალური ხედვები, აზროვნების ხედვები, აზროვნების უნარი, უკეთესად შეიცნოს თავისი სულიერი სამყარო, ვინა ვარ, რა ვიყავი, რისთვის ვარ, რატო, რა პრობლემები მაქვს, რა უნდა გადავლახო, რა უნდა გამოვასწორო, რაერსკენ, რა ქვია, რა უნდა გამოვიგონო, მაგალითად, მე მინდა რაღაცა გამოვიგონო, მე მინდა რაღაცა დავწერო, აი ეს როგორ დავწერო, აი ეს როგორ ვიმუშაო, აი ეს რაღაცა რომ დაწეროს, გამოიგონოს, შეისწავლოს ადამიანმა, ეს ჩაკრები უნდა ქონდეს გაწმენდილი. რა ქვია, ჩაკრები, ენერგიები, ენერგოება და უნდა იყოს სულიერად ამაღლებული, არ უნდა იფიქროს მარტო იმაზე, რომ უნდა ჭამო, საჭმელი არ მაქვს, უნდა დავლიო, ის სვავს, მე არ დამპატიჟა, იმან ითამაშა, მე სათამაშოდ არ დამპატიჟა, იმან პლანი მოწია, მე არ დამპატიჟა, იმან მოკლე კაბა ჩაიცვა, იმან კაი რაღაცა იყიდა და მე კიდე არ მიყიდეს და აი ეგეთი რაღაცა მატერიალური კატათაგობანას რაღაცა ისინი, ამისაგან უნდა განთავისუფლდეს ადამიანი, რაც მაქვს, всё, მადლობა ღმერთს, ხო მაქვს, მადლობა ჩემს სულს, ხო მაქვს, რაღაცა სახლი ხო მაქვს, ან ქირით რო ვარ, რა ქვია, სამსახური ხო მაქვს შესაძლებლობა ის ქირა როგორღაც გადავიხარდო, ხო? ღამეებს ვათენებ, თუ ესე შვრები, თუ ისე შვრები, თუ ვირის მუშა ვარ, თუ რა ქვია, არ აქვს მნიშვნელობა პუტანკა, თუ რა ქვია, მუშაობს, თუ შრომობს, თუ მშენებლობაზე, თუ ტაქსის შოფერია, თუ რაც არის, ხომ, რაღაცა მატერიალური რაღაცას, ხო, როგორღაც იხდის, იმ პუტანკასაც თავისი ის აქვს, რა ქვია, ოპიტი აქვს და შეუძლია რომ ეს ოპიტი გადაატრანსფორმიროს, გაანულოს, რა ქვია, გააბათილოს, მოინანიოს და ასე ვთქვათ, თავისი ენერგიები დაიბრუნოს, თავისი რაღაცა რაც ასე ვთქვათ, ვამპირები გაყაროს, ავისულები გაყაროს, აუკრძალოს უკვე, რა ქვია, ყველას რომ ვუკრძალა, ყველა ბესებს, ერებს, რევს, გრებს, არხონტებს, ავსულებს, ავძალებს, ნიშნიმინებს, მინუს პოლუსა, იერარქიულ პარაზიტებს, გინდა ეს ხალხი იყოს და გინდა ეს რაღაცა ის იყოს, ზავიძენიები თუ რასაც ეძახიან, ეს დისკოტეკები თუ რაღაცეები, რომ ყველას აუგზავნოს, რომ ეს, რა ქვია, აბნულა ეცა, იატკული ჩაეცა, ატმენია, всё, პაკა დასვიდანია. მე აღარ მინდა ესეთი ცხოვრება და ვირჩევ თავისუფლებას, ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს, რა ვთქვი, ქურცად შეუძლია განაცხადოს, რომ всё, აღარ მინდა არავისი გაქურდვა, ვირჩევ ნორმალურ ცხოვრებას, დავიწყებ აგერ მუშაობას, იმას ვიზავ, ამას ვიზავ და всё, აბნულავი ჩემს რაღაცა დისტრუქციებს და всё, ვუცხადებ ყველას, რომ მაცდურებს, ბესებს, არხონტებს, რაღაცებს, ვიცებინებიც არიან, ვინების ჩუკაზეც დარბოდა ეს ადამიანი, ხო, გინდა ეს ქურდი, გინდა ეს პუტანო, უკრძალა ყველას, რომ всё, ეხლა მე უკვე ვირჩევ სხვა ცხოვრებას, всё, ბესებო, მომშორდით, ავსულებო, მომშორდით, ენერგოპარაზიტებო, მომშორდით, მუკარისტებო, დამშინებლებო, მიმშინებლებო, მომშინებლებო, იგივე შიში არის უფულობა, იგივე შიში არის, რა ქვია, ცოდვა არის ტყუილი,
და ეს ბლოკები არის, ავი აზრები, ავი ფიქრები და ყველა სახის დისტრუქციები მომშორდით, დისტრუქციული ნეგატიური ეს გეგმები, რომ ესე უნდა უქნა, ესე უნდა უქნა, ესე უნდა მოპარო, ესე უნდა მოპარო, ესე უნდა ჩავარტყა, ესე უნდა გავთიშო, ესე უნდა წავართვა, ეს ელექტროშოკით უნდა გავთიშო, მე უნდა მოპარო, აი ეს ყველაფერი უნდა გაანულოს ადამიანმა და სულიერად ბოდიში უნდა მოუყადოს იმას, ვის გაქურდა, ვისაც ზიანი მიაყენა და სულიერად მადლობა ბოდიში უნდა მიუყადოს და უნდა აუნაზღაუროს იმას სულიერი ზიანი, ჯანმრთელობის, იზობირიების ზიანი სულიერად უნდა ეს სულიერად როგორ ხდება ამ ზიანისა და იზობირიების ანაზღაურება, მე ამჯერ ამ თემაზე არ ვლაპარაკობ, მე ვილაპარაკებ. ანუ რევერს ენერგიები ხდება. რევერს ენერგიები რა არის, რომ რაც მე იზობირიები წამართვეს, რაც მე ჯანმრთელობა წამართვეს, რაც მე ასე ვთქვათ, ნერვები წამართვეს, დამაგლიჯეს თუ რაც ნერვები ასე ვთქვათ, ყველაფერს ვიბრუნებს ტოკრატნა აბრატა ჯანმრთელი ჯანსაღი აღდგენილის სახით. და ვალდებული არიან ის დამნაშავეები, ვალდებულები არიან ის დამნაშავეები, რომ სტოკრატნა აბრატნა ამინა ზღავრონ მოყენებული ზიანი, მოყენებული ზარალი. დამიბრუნოთ ჩემი ენერგიები, ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი ჩისტოტები, ჩემი ბედნიერება და ასევე მე თუ ვინმეს რამე ზიანი მივაყენე, ვალდებული ვარ, რომ სტოკრატნა აბრატნა დაუბრუნო იმას, აუნაზღაურო იმას ეს მიყენებული ზიანი. ხო და დაუბრუნო იმას ის რა ქვია თავისი სულის ენერგიები, სულის ჩისტატები, იზობირიების ასე ვთქვათ ენერგიები ჯანმრთელი ჯანსაღი აღდგენის სახით. ხო, ეხლა მე არავისთვის არ მიეყენებია ჯერ ერთი ზიანი და ზარალი. თუ მივაყენე მე ჩემ თავს ზიანი და ზარალი, მე პირველ რიგში ჩემ თავს ავთხოვ ბოდიშს. და პატიებას და მაპატიეს სულო ვიძახი. ამავე დროს ადამიანმა უნდა მოუხადოს თავის თავს ბოდიში და უნდა უთხრას თავის სულს, რომ ბოდიში ჩემო სულო, რომ მოგაყენე ზიანი ჩემი, ასე ვთქვათ, მატერიალური და ასე ვთქვათ, ხორციელი, რა ქვია, შეცდომების გამო და მე რა ქვია მაპატიე ჩემოსულო და რაღაცნაირად უნდა გამოვასწორო ეხლა ეს შეცდომები და უნდა უთხრა ჩემ სულს, ჩემ თავს, ჩემ ჩაკრებს, ბოდიში ჩაკრებო, ბოდიში ჩემოსულო, ბოდიში ჩემო ბიოსისტემა რომ მოგაყენეთ რაღაცა ზიანი. ეს შენ თავსაც უნდა უთხრა ბოდიში ადამიანმა, სხვასაც უნდა უთხრა ბოდიში. მე არავისთან საბოდიშო არაფერი არ მაქვს. აქეთ აქვს ჩემთან ყველა საბოდიშო. ეხლა რა მინდა კიდევ თქვა ამ სულიერ იერარქიები მაგალითად იერარქიები ხო და როგორ ხდება ეხლა ეს იერარქიებზე რა ქვია იერარქიებზე გადასვლა. მაგალითად მე გამოვასწორე ჩემი რაღაცა ერთი შეცდომა. მეორე დღეს ვასწორებ ჩემ მეორე შეცდომას. მესამე დღეს ვასწორებ ჩემ ან ერთი თვე უნდები ამ ერთი შეცდომის გამოსწორებას, ორი თვე უნდები მეორე შეცდომის გამოსწორებას. ეს ვთხოვ პატიებას ჩემ თავსაც, ყველასაც ვთხოვ ზაპრეს შაიუმ ვუკრძალავ მაცდურებს, იმ ბესებს, იმ კნიაზებს, იმ შამანებს, იმ მაგებს, იმ ჩორტიკებს, იმ რაღაცა რა ქვია ყველა ტოქსიკურებს უკრძალავ ჩემთან ურთიერთობას, ტოქსიკურ ნაცნობებს, ტოქსიკურ უცნობებს უკრძალავ ჩემთან ურთიერთობას, იმიტომ რომ მე არ მინდა ჩემს ასე ვთქვათ ევოლუციაში ხელი შემეშალოს. всё, არ მინდა ჩემს ევოლუციაში ხელი შემეშალოს. მე გამოსწორდი, მე მინდა გამოსწორება და არ მინდა ეხლა ჩემს ევოლუციაში ხელი შემიშალონ რაღაცა ტოქსიკურმა ძმაკაცებმა, ტოქსიკურმა დაქალებმა, ტოქსიკურმა ნაცნობებმა, ტოქსიკურმა შინაურებმა, ტოქსიკურმა განეულებმა, ან ტოქსიკურმა სულშესტოებმა, ბესებმა. აღარ მინდა ეხლა ბესებმა ჩემს განვითარებაში ხელი შემიშალონ. ჭამეს, გადამიყვანეს გზიდან, შემაცდინეს, გამაგიჟეს თუ დამბლოკეს, მიმბლოკეს, მომბლოკეს, ეხლა ვუბრძანებ ყველა სახის ბესებს, ვუბრძანებ ყველა სახის ნაცნობებს, უცნობებს, მომაშორონ თავიანთი დისტრუქციული ბლოკები, აბლაბუდები, აბარუდავანიები, უსტანოვკები, წყევლები, მაგიები, შარები, ჟურები, ომები, იარაღები
ატაკები, ლავუშკები და გასღიადდნენ ჩემი ბიოპოლი და შორს, პაკა დასვიდანია. იმათ აქვს თავიანთი განვითარება, მინუს პოლუსოვანი რაღაცა მე მივისწრაფი სინათლისაკენ, პლუს მაღალ ვიბრაციული იერარქიებისაკენ მივისწრაფი, მინდა რომ ჩემი სული გამანთავისუფლო იმ მძიმე, ასე ვთქვათ, ბესპრიდელური მირებისა და ბესპრიდელური გაგებებისაგან და მერმიჟმირეებისაგან და ნიშნი მინუსა ტოქსიკური პოლუსებისაგან, რომ არ მინდა ჩემი სული იყოს ბოროტი, არ მინდა რომ ჩემი სული იყოს გაბოროტებული. ეხლა და მინდა რომ ჩემი სული იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი და რა ქვია, წავიდეს სინათლეში. всё. ეხლა რა მინდა? ეხლა სინათლეში რომ ავიდეს ეს სული, ადამიანმა უნდა იმეცადინოს სულიერად. სულიერად უნდა იმეცადინოს. მარტო ის არ არის რომ მე პატიოსანი ქალი ვარ, შვილები გავაჩინე, შვილები გავზარდე, აქაო მუშაობ, მე პატიოსანი კაცი ვარ, შვილები გავაჩინე, შვილები გავზარდე. რა ქვია, აქაო მუშაობ, ყანას ავხნავ, სოფელი მაქვს თუ არა მაქვს სოფელი, მაგრამ პატიოსანი კაცი ვარ, არავისი არაფერი არ მომიპარია. კი ბატონო, არავის არაფერი არ მოუპარია, შვილები გაზარდა ყველამ, შვილები მაინც ამუშაობენ, იმიტომ რომ შვილებს უჭირთ და ისე ასე ვთქვათ მატერიალურ ასე ვთქვათ იმას ემსახურებიან, შრომა და ასე შემდეგ და დაგროვება და ეს მატერიალურ ფულს კიდე არაფერი ძალა არ აქვს. ეს მატერიალურ ფული სულიერი ფული არ არის. სულიერი იზობირი არის, სულიერი სხვა რაღაცა. სულიერი ფული არის, სულიერი იზობირია, სხვა რაღაცა. სულისათვის ჟიზნინი საჭირო ენერგიები. არ არის ფული, ფული არის მატერია. და არის სულის ეგრეგერები, სულის კი არა და სულს ეგრეგერები არ აქვს. აბნულაიცა დისტრუქციები, ეს მატერიებში არსებობს ეს ეგრეგერები, არის ფულის ეგრეგერები, მატერიალური ფულის ეგრეგერები. ის ბანკის ეგრეგერები, ბიზნესების ეგრეგერები, ხელფასების ეგრეგერები, სამსახურების ეგრეგერები, რა ვიცი ახლა, ფულის ეგრეგერებიც არსებობს. ხო, ეხლა რა მინდოდა მე თქვა, ფულის ეგრეგერები რა არის? ფულის ეგრეგერებში შედის როგორც კაი ენერგია, რომ ფული ვიშოვე, ასევე შედის ცუდი ენერგია, რომ ფული ვერ იშოვა ამან და ეს შავსა და ცუდ ენერგიებს რა ქვია, მიქმნება რაღაცა ეგრეგერი, ანუ რა ქვია, რას ეძახია, კოლექტიური რაღაცა ენერგია. კოლექტიური ენერგია. ეხლა მე რაღაცა 2 კაპიკი ვიშოვე და მიხარია, ამიტომ ადამიანი რასაც იშოვის, მაინც მადლობა უნდა თქვას, რომ ის რა ქვია, ფულის ეგრეგერიდან გამოვიდეს. ფულის ეგრეგერიდან რომ მოიხსნას ეს ბლოკი, უნდა რასაც იშოვის, ცოტას იშოვის თუ ბევრს იშოვის, უნდა რა ქვია, გამოვიდეს ამ ფულების ეგრეგერებიდან და საერთოდ მატერიალური იმეებიდან, მატერიალური სისტემა რაც არის, რომ გამოვიდეს ამ ეგრეგერიანული ფულის ვიშოვე, არ ვიშოვე, ვიმუშავე, არ ვიმუშავე რაღაცა, ხო? თუ მუშაობს კიდე ცოტა რაღაცა სიხარულის უნდა დაატანოს, რომ მუშაობს, რომ ამ მინუს პოლუსებში არ წავიდეს. და რასაც იშოვის, რა ხელფასსაც აიღებს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს 100 ლარი აიღო თუ 50 ლარი აიღო, 20 ლარი აიღო, უნდა უთხრას მადლობა ჩემ თავს, მადლობა ჩემ ენერგიებს, მადლობა მე ხო დავკა, მადლობა ჩემ დროს, მადლობა ჩემ სურს, მადლობა ნაცნობებსაც, უცნობებსაც, რომ მე მაგალითად რაღაცა ვიშოვე, მაგრამ ამავე დროს არავისი ვალდებული არა ვარ. ამავე დროს არავისი ვალდებული არა ვარ იმ ხრივ, რომ მე ვიღაცას რაღაცა არავისი ვალდებული არა ვარ და ზაპრეშავი ყველას კრადნიკაობას, ჩემი რა ქვია, ჩემი ენერგიებზე კრადნიკაობა ზაპრეშავი ყველას. ამავე დროს უნდა განაცხადოს, რომ მე არავისი ვალდებული არა ვარ და ზაპრეშავი ყველას ჩემი ენერგიების კრადნიკობას. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ფული არ დახარჯო და სახში საჭმელი არ მიიტანო. თუ ხარჯავ ფულს, ესაც სიხარულით უნდა დახარჯო, რომ აი მე დავხარჯე ფული, აი
რაღაცას კამფეტები ვიყიდე, იქ მივიტანე კამფეტები, მას მივართვი, იმას კაი ტანსაცმელი, ეს სიკეთით უნდა დახარჯო. იმით კი არა, რომ ისა იმას კაი აცვია, მე ცუდი აცვია, იმან ბევრი დამახარჯინა, ამან ცოტა დამახარჯინა, მაშინ ასეთი ურთიერთობებიდან ვაფშეტა უნდა გამოვიდეს ადამიანი, რომ ეგაც ბლოკია, სიხარბეც ბლოკია. აი სიხარბე, ფულის სიხარბე რო არ კონდეს ადამიანს. ხო, თუ სულიერად არ განვითარდა ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა მე სულიერი განვითარება ჯერ მენტალურად უნდა გამოეთიშოს ადამიანი ამ ცხოვრებას, უნდა რა ქვია, უნდა გამოეთიშოს ამ ყველაფერს, რომ კი ეს მატერიალური სამყაროა, ეს მატერიალური სამსახურია, ეს ჩემი ცოლიც მიყავს, ჩემი შვილებიც, ჩემი ოჯახიც, ჩემი ნათესავები, ჩემი ყველაფერი, ჩემი ეს კი ბატონო, ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი სულისად ეს სულიერი ის იერარქია არ არის. სულიერი იერარქია არის, კი, სულსაც უხარია, ადამიანს რო უხარია, სული რო ფიქრობს იმას, რომ ოი, ჩემი ბიოსისტემა, ანუ მე, ხო, აქ ბედნიერი ვარ, სულიც ბედნიერია. მაგრამ ახლა სული იმას ფიქრობს, რომ ჩემი ბიოსისტემა საერთოდ არ ვითარდება, ჩემ სულიერად, არ განვითარდა სულიერად. ანუ კარმები არ მოიხსნა, აი ადამიანმა იცხოვრა პატიოსნად, გაზარდა შვილები, მუშაობს, შრომობს, მაგრამ მაინც მატერიალურზე როა დამოკიდებული, ჩაციკლური, მაინც იქ მაინც რაღაცა კარმებია. აი პრივასკები, პრისოსკები, რასაც ეძახიან, რომ ეს მაინც მატერიალური რაღაცებია. მატერიალური ის არის, სულიერი სულს არ ასჭირდება ეს, რა ქვია, სულს სჭირდება სიწყნარე, გარმონია, მედიტაცია, კაი ზვუკაკოდები, კაი რაღაცა ენერგიების ამაღლება, კაი ბუნებაში გასვლა, კაი ენერგიებში ყოფნა, კაი გამტვირთვა, კაი რა ქვია, წყლის, მარილიანი წყლის აბანოების მიღება, ანუ განტვირთვა, სულიერი განტვირთვა, რომ გაიწმინდოს მარტო თავისი, ასე ვთქვათ, ნეგატიური ფიქრებისაგან კი არა, აი გარშემოყოფების ნეგატიური ფიქრებისაგანაც კიდე გაიწმინდოს. და ეს დედამიწა რო ძალიან ნეგატიურია, ყველა მიცის. ძალიან ნეგატიურია დედამიწა, ეხლა 1-2 კაი ადამიანი, 3 კაი ადამიანი, დანარჩენი არის, რა ქვია, ასე ვთქვათ, ბოროტები, ხო? ნეგატიურია ეს დედამიწა, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ეხლა მე ბოროტი არა ვარ, მე ის არა ვარ, მე ეს არა ვარ, მაგრამ რაღაცნაირ ხანდახან მეც ვარ ბოროტი, ხანდახან სხვა არის ბოროტი, ხანდახან ის არის ბოროტი, ხანდახან ეს არის ბოროტი და ეს ნეგატიური ენერგიებისაგან რომ გაიწმინდოს ეს სული და განვითარდეს სულიერად და დაიცვას თავი, დაიწყოს თავისი თავია, დაიცვას თავის დაცვა, თავისი მისლების დაცვა, ანუ ეს მისლი ჩემი ფიქრია. მჭირდება ეს, ამაზე ნერვიულობა მჭირდება, ამაზე დარდი მჭირდება. და ეს, რა ქვია, გადაატრანსფორმიროს ყველაფერი ზესისიჩას, ვაბლაგა ჩემთვის, ვაბლაგა ჩემი სულისაც, ვაბლაგა ჩემი ბიოენერგიებისაც, ენერგოინფორმაციული კანალებისაც, ვაბლაგა. რომ გაინთავისუფლოს თავი დაუშვათ იმ რა ქვია ყაჩაღებისაგან, სულიერი ყაჩაღებისაგან, ვამპირებისაგან და იცოდეს თავისი თავის დაცვა. სულიერი იერარქიები რომ ისწავლოს, აი ჯერ მარტო სულიერი განვითარება იმიტომ უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ უნდა ისწავლოს როგორ აიმაღლოს ვიბრაციები, როგორ გადავიდეს იერარქიებზე. ის ადამიანი თუ აინტერესებს იმ ანგელოზების იერარქია, ის რა ქვია გრიედენცების იერარქია, ის არტურიანცების იერარქია, თუ აინტერესებს ადამიანს, ესე იგი ადამიანი ნელა-ნელა ვითარდება იმისკენ, რომ თავისი სული აიმაღლოს, გაზარდოს თავისი სული ენერგიებით და გადავიდეს მაღალ იერარქიებზე, ანუ რა ქვია, სვეტლიე იერარქიებზე, მე არ მინდა ჩემი სულის გაბოროტება. არ ჩემი სულის დაჩაგვრა, ზოგმა იცის წუწუნი, მე კარგი ვარ, მე ესეთი ვარ, მე ისეთი ვარ და
ზოგმა არ იცის წუწუნი, ზოგმა თავის ქება, ეს ეგოც ის არის, რა ქვია, ბლოკია. აი ეს ეგო არის ბლოკი, ანუ თავის შეთავს რო აქებს სულ მე მაგარი ვარ, მე ესეთი ვარ, მე კაი დედა ვარ, მე შვილები გავზარდე, მე კაი მამა ვარ, ჩემ შვილებს არაფერი არ დავაკელი, ესეც ეგოა. ესეც ეგოა. კი ბატონო, ეხლა შენ შვილებს არაფერი არ დააკელი, გიყვარს შენი შვილები, ყველაფერი გიყვარს ისა და მე ყველა თავს ვითომ აქებს ეხლა რაღაცა და ესეთი ვარ, ისეთი ვარ, მაგარი ვარ ისა და მე ყველა აქებს იმას, ხო, შენ კაი კაცი ხარ, შენ კაი ქალი ხარ და რაღაცა. ეს არის თავის ქება, ანუ ესაც ეგოა, ესაც რაღაცა ბლოკი, აი მატერიალურ რაღაცას იქებ, თავს იქებ, იდიდებ. კი ბატონო, ეხლა დიდებულები ვართ ყველა და ყველა ვართ ძალიან კარგები, ყველა ვართ ძალიან ლამაზები და ძალიან რაღაცა, მაგრამ თავის ქება მაინც არ არის სასურველი, მაინც ეძახიან ამას ეგოს. ეგო და ეგოისტობა კიდე რომ სულ მე ვარ ძლიერი, მე ვარ ესეთი, მე ვარ ისეთი და ეგო და ეგოისტობა. ანუ კაი მხრივ, რა, განდიდების მხრივ, თავის ქების მხრივ, ეგო და ეგოისტობა, მაგრამ არის ცუდი ეგო და ეგოისტობა, რომელიც ცუდი ეგო და ეგოისტობა რა არის, რომ დაუშვათ ჩემია ყველაფერი და მე ვარ მარტო და всё და ეს ჩემია და всё დავემორჩილეთ და ესე უნდა იყოს და ესე უნდა იყოს, როგორც მე ვიტყვი, უნდა იყოს ესე. всё. აი ეს არის ცუდი მხრივ ეგო, ანუ სახში რო იწყებენ ბლატაობას და არავის აბლატაო არ არის. ყველამ უნდა ასე ვთქვათ მიხედოს თავის რაზვიციებს, ყველამ უნდა მიხედოს თავის ასე ვთქვათ განვითარებას, თავის ევოლუციებს და თავის ასე ვთქვათ იერარქიულად გაზდას. იერარქიულად იზრდება სული, როდესაც შეიცნობს ჯერ თავის თავს. მერე უკვე როდესაც ცდილობს სულიერად გაინთავისუფლოს თავი ამ კარმების, ბლოკების, ცეპების, ან გაანთავე, ან დაეხმაროს. აი რეგრესოლოგები რას აკეთებენ? რეგრესოლოგები ცდილობენ რომ დაეხმაროს სხვა სულებსაც, რომ განთავისუფლდნენ. და თავიანთ ხედავენ ტელეპათიურად რეგრესოლოგები რაც ხდება პარალელურ მირებში, ხედავენ რეგრესოლოგები ტელეპათიურად რაც ხდება სულიერ სამყაროებში, მირიებში, ადამიანის ბიოველში, ბიოპოლში, იგივე სახლში, კარში, საცხოვრებელშიც კიდე ძალიან ხანდახან ბევრი ნეგატიური ენერგიებია ხოლმე. სადაცავ ცხოვრობთ. სადაც დავდივართ ქუჩაში, შიგნით, გარეთ, ხანდახან ძალიან ბევრი ნეგატიური ენერგიებია ხოლმე და ამას უნდა გაწმინდოს ეს ყველაფერი ადამიანმა ან სიტყვით, ან ენერგიებით, ან წყლით, ან მარილით, ან რაღაცით, რომ განთავისუფლდეს ამ ნეგატივებისა და დისტრუქციული ინფორმაციებისაგან. ნეგატიური ენერგიები დისტრუქციული ინფორმაციებია. რომ ნეგატიური ენერგიები ჟიგაეცა, პარტალები, ზაკრევაეცა, все чёртикები, мортикები отключается, отминус მაგნიტავდებიან ჩემ ბიოპოლიდან შორს на ტრანსფორმაცії, перевичну ენერგიებისათვის ჩემთვის ვაბლაგა და ბიოპოლი უკრივაეცა ფილტრებით, фильтри აფილტრივაეცა, всё ვაბლაგა, აფილტრივაეცა წყალი სასარგებლოდ, აფილტრივაეცა ჰაერი სასარგებლოდ, აფილტრივაეცა რა ქვია ენერგიები, жизненные ენერგიები და ყველა ენერგიები სასარგებლოდ, რომ ზლო არ მოდის, მზლო თორკა გაფრინდება, გასრიალდება ჩვენგან შორს, ჩემგან შორს. ხო, ეხლა რა მინდოდა კიდე მეთქვა სულიერ იერარქიებზე. სულიერ იერარქია ეხლა რომ ავიდეთ ასე ვთქვათ სულიერ იერარქიებზე, სულიერ საფეხურებზე, ანუ მთავარია რომ ანუ სინათლეში წავიდეს სული. მთავარია სინათლეში წავიდეს სული. სინათლე რა არის? სინათლე არის სიხარული, უბოროტობა და უკომპლექსობა, ის კი არა ჩაიხადე და ირბინე. აი, უკომპლექსობა, რომ არავისი არ აქშურს, რომ არავისი არ გეზიზღება, რომ ეს ესეთი ადამიანია.
აი ადამიანი ახლა ლოთი არის ადამიანი, რომელიც თავის თავს ვერ აკონტროლებს. აი იმისი რა უნდა შეგშურდეს. არაფერი, ნარკომანია ადამიანი, რომელიც თავის თავს ვერ აკონტროლებს. იმისი რა უნდა შეგშურდეს, არაფერი. მაგრამ იმადგან თავი უნდა დაიცვა, უნდა უთხრა ნარკომანო, ლოთო, მოძალადე, აფერისტო, მატყუარა, ქურდბაცაცა, ვამპირო, მომშორდი. ზაპრეშევ ჩემთან ურთიერთობას. იმიტომ რომ არ არის ის იმისი რა ქვია ლავრები და იმისი დისტრუქციული პროგრამები მე არ ამჭირდება. მე არავისი დისტრუქციული პროგრამები არ ამჭირდება. ყველა სახის დისტრუქციება მომშორდით. ეს უნდა თავის დაცვა უნდა იცოდეს სულმა. ეხლა ანგელოზებმა და რა ქვია ცივილიზაციებმა, კაი ცივილიზაციებმა თავის დაცვა იციან თავის დაცვა. იქით იცავენ ისინი ადამიანს. ენერგიების გამომუშავება იციან, ენერგიების გადატრანსფორმირება იციან, ენერგიების ასე ვთქვათ პროგრამების გადატრანსფორმირება იციან. კარმების მოხსნა იციან, ბლოკების მოხსნა იციან. აი ამ იერარქიებზე რო ავიდეს სული, უნდა იმედს ადინოს და არის ასე ვთქვათ სვეტლი ესილების ძალიან დიდი იერარქიები. 18, მე-18 იერარქია, საფეხური, მე-20, 21, 23, 24, 25 და ასე შემდეგ, ასე მიდიხარ ღვთიურ ენერგიებთან. მიდის ადამიანი, მერე კოსმოსები მირმეჟმირიებსაც რაღაცა ისა და ადის უკვე ღვთიურ ენერგიებთან. ნუ არა აქვს მნიშვნელობა ეს რა ცივილიზაცია, გრიედიენცია თუ რაც არის, ანუ ეს ანგელოზები არიან მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 მაღალ იერარქიებზე, საფეხურებზე, ანუ თანამდებობებზე, ასევე ცივილიზაციები არიან მაღალ საფეხურებზე თუ განთავისუფლდება სული, არ აქვს მნიშვნელობა ის რა სული არ აქვს მნიშვნელობა. და თუ აიმაღლებს ვიბრაციებს, აიმაღლებს ენერგიებს და გადავა, რა ქვია, ღვთიურ იმაში ღვთიურ სინათლეში და ღვთიურ თავისუფლებისაკენ თუ უნდა სულს და თუ წავა ევოლუციებში, რაზვიციებში თუ უნდა ეს ადვილად გაკეთდება, მაგრამ ეს იმას არ ანიშნავს, რომ ადამიანიო დებილი იყოს და ყველას თავი დაუხაროს და ყველას თავში ჩაარტყმევინოს და არა, უნდა აუკრძალოს ყველას. რო არ ზაპრეშაიუ ჩემზე ზლოლი ხა პლოხა უნდა დაიცვას თავისი თავი, თავის აზნარია, თავის დენკა, თავის ბაჟიტონი და თავისი ენერგიები, თავისი გერცები უნდა დაიცვას თავისი ასე ვთქვათ სულის ჩისტოტები უნდა დაიცვას. და უნდა დაიცვას თავისი მისწრაფებები, სულიერი მისწრაფებები. არავის არ უნდა გააკურდინოს, არავის არ უნდა დაამცირებინოს, არავის არ უნდა ასე ვთქვათ დრო არ უნდა დააკარგინებინოს, არავის რა თმინდა ეხლა მე ვიღაცა იმასთან ურთიერთობა, რომ ვიცი რომ იმას არაფერი არ ასწავ, დრო დავკარგო იმასთან. არანაირად დროს არ დავკარგავ მე არავისთან. ვეტყვი ზაპრეშავი ჩემთან ლაპარაკს ურთიერთობას და ატკლუჩაევსა, აწიბია პაკა დასვიდანია. ეხლა სამსახურში როცა არის ადამიანი და მუშაობს, ეხლა რაკნას ახლა მუშაობს ადამიანი, ეხლა უფულოდ ვერავინ ვერ იქნება დღევანდელ ცხოვრებაში, ყველას ფული უნდა. მუშაობს ადამიანი, მაგრამ უნდა იმუშაოს ისე, რომ თავისი თავი დაიცვას, თავისი გრანიცები დაიცვას, თავისი სულიერი ბეზაპასუხისმგებლობები დაიცვას, თავისი მენტალური ბეზაპასუხისმგებლობა. ზაპრეშაიუ ჩემზე ნეგატივობას, ყველა სახის დღეში 3-ჯერ 4-ჯერ უნდა თქვას ადამიანი ვარ, ზაშიტებში ვარ, ბაჟესტვენი აბსოლუტის ზაშიტებში. ზაპრეშაიუ ყველა სახის ნაცნობ, უცნობ, შინაურ, გარეულ ნეგატიურებს დამინია ესე იგი კონტაქტიროებას, კონტროლიორობას, დისტრუქციულ ვრიანიობას, კრადნიკაობას და ასე შემდეგ. თავი რაღაცნაირად სიტყვიერად უნდა და ანგელოზებო, ვიშესვეტლი ესილებო, დამიცავით, დაეხმარეთ ჩემს სულს, რომ დაიცავით ჩემი სული და
დამიცავით ფიზიკურადაც, სულიერადაც. რომ ჩემი ენერგიები არ შეჭამოს არავინ. ხო ეხლა ხალხს გაეცინება ჩემ ენერგიებს არავინ არ აჭამს, ვის შეჭამს ჩემ ენერგიებს. რა ქვია, ეგონება რომ ეს მარტო ბიოსისტემის ის არის პრობლემა, მაგრამ ეს არის სულიერი პრობლემა, სულიერად ადამიანი რო იღლება, იქანცება, ავადდება, რაღაცა გინდა გააკეთო და ვერ აკეთებ ამას, ფული უნდა აიღო ამას და ეს ფულზე კიდე ბლოკი გაქვს, გარეთ იყინები, სიცივეში, თოლში დგეხარ, რაღაცა გინდა ფული გჭირდება რომ რაღაცა შეიძინო, ან როული, ან სამთელი, ან ნახშირი, ან საკმეველი რომ დაანთო ესა და ვერ არ იმას უშვრები, ხო? ვერ აკეთებ, ხო, ამ ფულს, ხო? ვერ იმასაც ვერ ყიდი ვაშსა და კარტოფილს, ხო, გარეთ და იყინება ადამიანი ტყუილად, ხო? ეს არის ბლოკი უკვე, ესე იგი შენ იქა რა ქვია, კატათაგობანას გეთამაშებიან და შენ იზობირებს, ასე ვთქვათ, იპარავენ ეს როგორ იპარავენ იზობირებს, აი უნდა გაყიდო, აი მოვიდა კლიენტი, მაგრამ წავიდა ის კლიენტი. აზერკალიებებს აკეთებენ და 1000 მაიმუნობებს აკეთებენ პარაზიტები და ენერგოვამპირები. და მე რა ქვია, გაკარგინებენ ადამიანს ერთი და იგივე იმაებში დროს, ეხლა იმე კარტოფილს აგონია, მე პატიოსანი კაცი ვარ, კარტოფილს ავყიდი, მე პატიოსანი ქალი ვარ, იმას ავყიდი, ვაჭრობ, მე ისა ვარ, ეს კი ბატონო პატიოსნებია ყველა და შრომა დასაფასებელია ყველა და რა ქვია, ფული შოვნა სირცხვილი არ არის და შრომა დასაფასებელია ყველა, მაგრამ ადამიანმა თავი ხო უნდა დაიცვას როგორღაც, თავის სულის ენერგიები ხო უნდა დაიცვას როგორღაც. იმ ხაოში რო ზის, იმ ხაოში რო დგა, იმ ხაოში რო რაღაცას აკეთებს ადამიანი. ხაოსი ხალხი, რასაც ქვია, ჭრელაჭრულა ხალხი, არიცი, ვინ გაივლის, ვინ გამოვიდეს, ვინ შემოვა, ვინ გავა, ვინ ზოგს ძალიან ცუდი აურა აქთან, ზოგიერთი დამანგრეველი აურით დადის. რაზრუში წინი აურით დადის. იმ ხაოსური მაებში რომ დადის და მუშაობს ადამიანი, ეს უკვე ძალიან დიდი ის არის, იცი? აი ეს რისკია იმისა, რომ რაღაცა შეიძლება, ასე ვთქვათ, დაიმართოს ადამიანს, სულიერად, მენტალურად რაღაც ნერვებს რო აგიშრიან დღეში 9ჯერ. ნერვებს რო აგიშრიან დღეში 9ჯერ ვიღაცა უაზრო, ვითომ კლიენტები, ვითომ 1000 კითხვებს რო დაგისვამენ დღეში 9ჯერ ვიღაცა უაზრო ენერგო ვამპირები. ელემენტარული. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ არის ხდება ესეთი რაღაცა. ხო, შეიძლება იმასაც არ უნდა. ბიობოტია ის, ბიორობოტია, იმასაც არ უნდა, რა ქვია, ზედმეტი კითხვების დასვა, მაგრამ ალაპარაკებენ იქ ისინი დაყავთ თავიანთ ჭკვაზე, ისა ჩორტიკებს და თავის დროსაც კარგავს, სხვის დროსაც კარგავს და ხდება ენერგო ვამპირიზმობა. სიკეთის გაკეთების მაგივრად ხდება მერე დროის ტყუილი ფლანგვა, ტყუილი დაკარგვა და ენერგიების ტყუილი დაკარგვა. ეს რო არ მოხდეს, ამიტომ უნდა თქვას ადამიანმა, რომ აბრუნებდა ყველა სახის დისტრუქციები, ან კალისოს ასარული თამაშები, კატათაგობანას თამაშები აბრუნებდა. სპარტალები ზაკრივაეცა, ზერკალები, კრივი ზერკალები, ატკული ჩაეცა, ზაკრივაეცა, ჩიპები, იმპლანტები და დისტრუქციული სიხშირები, ატკული ჩაეცა, ბლოკები, მოკები, წებები, ჩიპები, ავადობები, ავიენერგიები, აბრუნებდა, ატკული ჩაეცა, ზეზლიერი ხეპლახები, ატმინა პადარში. ეს მინდოდა მე თქვა ჩემი თავისაც. მადლობა ჩემს სულს.